სტუმარია ფოტოგრაფი ანა გოგუაძე. მაყურებელს შევახსენებ, რომ პირველ ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მზიურში ყოველწლიური მზის ფესტივალი გაიმართება, რომელიც უკვე 10 წელია იმართება. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და მოდი დავიწყოთ თავიდან და მოვყვეთ ის ამბავი, როგორ გაჩნდა საერთოდ ეს იდეა, რომ ჩატარებული იყო ეს ფესტივალი 10 წლის წინ. მოგესალმებით. პირიქით მადლობა რომ მომიწვიეთ. კომუნიკატორი ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გადაცემა და მიხარია რომ დაბრუნდა ეთერს. მადლობთ. 10 წლის წინ თვითონ ეს იდეა გაჩნდა იქიდან რომ მე ძალიან უყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. და 2006 წელს მზიურში შეერნებისას გაზაფხულზე იყო. მაშინ ჩვენი ქალაქი არ იყო განებივრებული ამ ფესტივალებით. და რაღაცა ჩავიდი ყველაფერი მოწყენილი და მხდა ბავშვებიც ალაგ-ალაგ დადიოდნენ. და ისე რომ მოვედი სახში ჩემი იდეა იმის შესახებ რომ არ იყო ამაზე საუბარი რომ ეს ყოფილიყო ყოველწლიური ფესტივალი, უბრალოდ მინდოდა რომ ყოფილიყო დღე, როდესაც მზიურს რამოდენიმე საათით გავაცოცხლებდით, მოვიდოდნენ ბავშვებიც, დიდებიც და ეს იქნებოდა ფერადი დღე მზიურში. რაც თავია ღიმილით წავს. ჩემი იდეა დავწერე ფორუმზე და მაშინ რაღაცად ისე მოხდა რომ ყველა მაიტაცა ეს იდეა. და დავუკავშირდა ეს ჩემს მეგობარს ათოხოსიტაშვილს და უთხრა რომ ესეთი გიჟური იდეა მაქვს თქო რომ რაღაცა დღე გავაკეთო თქო და დავარქოთ მზის ზეიმი. სადაც მოვა ხალხი რაღაცა იქნება ყველაფერი ფერადი ჭრელი კონცერტებით რაღაცა ისე შევმხედა თან მაშინ ვიყავით 18 წლის. არანაირი გამოცდილება ღონისძიების გაკეთების აბსოლუტურად არ მქონდა. და დათო მითხრა რომ მოდი ვიცი ესე არ აკეთდება უნდა დაიწეროს პროექტი ამას ჭირდება ბიუჯეტი ყველაფერი და თუმცა ვცადოთ. თუმცა იმ ხელა მონდომება იყო და ენთუზიაზმი ამ ყველაფრის რომ აი მარტში დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ვისწავლე პროექტის წერა. ამ ყველაფერს ჭირდება არა მხოლოდ სურვილი, არამედ ძალიან დიდი შრომა, ბიუჯეტის გათვლა და 1000 დეტალი ასე ვთქვათ. იმ წელს შედგა ეს მზიანი დღე. პირველ ივნის და შუა დღეს მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არ ქონდა ეს რეკლამა და ესე მაშინ პირველად ჩატარდა ასე ვთქვათ. იმდენი ადამიანი მოვიდა მზიურში ბავშვებთან ერთად. რომ საღამოსკენ უკვე როდესაც თავდებოდა ჩვენი პროგრამა უთხრა ჩემს მეგობრებს რომ მოდი მეთქი რა მომავალ წელსაც გავაკეთოთ და ამას დავარქვათ მზის ფესტივალი. თვითონ ამ ღონისძიების სლოგანიც არის ჩვენ ვხედავთ მზეს, რომელიც ასე ვთქვათ ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ნაწარმოები. და ეს ერთ-ერთი მიზანი ამ პროექტის რომ ის იდეა რაც ქონდა ბატონ ნოდარს რომ მზიური ყოფილიყო ბავშვთა ქალაქი და მუდმივად ყოფილიყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები ერთი დღით ასე ვთქვათ გაგვეცოცხლებინა. რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი მზიურისთვის მარტო მზის ფესტივალი არ უნდა კეთდებოდეს მათ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მომავალში უფრო ბევრ ღონისძიებას შესთავაზებს მზიური. ანა თქვენ გარკვეული გუნდი გყავთ ამისათვის თუ როგორ ეს ერთი და იგივე ხალხია ვინც მუშაობს ამ 10 წლის მანძილზე თუ ერთ-ერთი რაც გამოარჩევს ასე ვთქვათ ამ ფესტივალს მე როდესაც დავწერე ეს იდეა აიტაცა ძალიან ბევრი ადამიანი ან მიდი შენ რაღაცა გააკეთე და ჩვენ შენთან ვართ და ეს სპონტანურად შეიქმნა გუნდი რომელიც ეს უკვე ტრადიციულად 10 წელი ვიკრიბებით ვაკეთებთ ასე ვთქვათ სიას არის 40 კაცია ჯგუფი რომელიც ვინაწილებთ საქმეს ზოგს ეხლა გადავშოთ სხვადასხვა საკითხების გადანაწილება და ერთად ვაკეთებთ ამ ფესტივალს და რაც შეეხება თვითონ ამ ადამიანებს ჯერ ფორუმზე იყო მუდმივად რამოდენიმე წელი. ეს ფორუმ ჯიზი არის საუბარი. კი ბატონო, დაახლოებით 8 წელი, მაგრამ შემდეგ რაღაცა შემოვიდა ეს Facebook-ი. რაღაცები შეიცვალა და ჩვენ უკვე გავხსენეთ ჩვენი გვერდი Facebook-ში და მარტი და მაისი გვაქვს ესეთი კამპანია, რომ ვისაც სურს ჩაერთოს მზის ფესტივალში, არ მხოლოდ როგორც ადამიანური რესურსი, არამედ დავუშვათ ვიღაცას უნდა გამოფენა გააკეთოს ან რაღაცა იდეა აქვს და აქტიობა ჩვენი ფესტივალი ამისთვის არის მზად. გვაქვს ერთი თვე, როდესაც ხვდებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს ჩართვა და ესე ერთობლივად ვადგენთ ამ პროგრამას. სპონსორინგის საქმე როგორ მიდის? იცით, კარგად. ძალიან ბევრი მხარდამჭერი და მეგობარი ყავს, მათ შორის კომპანია ჯეოსელი, რომელიც უკვე 5 წელია ჩვენთან ერთად არის. ქალაქის მერია არის ჩართული ასე ვთქვათ ამ ფესტივალში და ეს იცით არის, ეს არ არის საქმე, რომელსაც ჩვენ მარტო ვაკეთებთ ამ ფესტივალს ყავს. ძალიან ბევრი მეგობარი და ამიტომაც ასე ვთქვათ მოვიდა ეს ფესტივალი აქამდე. 10 წელია უკვე ტარდება ეს ფესტივალი. როგორ იცვლება ის პროგრამა, რომელსაც თქვენ სთავაზობთ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, როგორც მეუბნებოდი, როგორ იცვლება და რა სიახლეები იქნება წელს მზის ფესტივალზე?
იცი, მიუხედავად იმისა, პროგრამა ის თვითონ ბავშვებზე გათვლილი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი დიდი ბავშვები ვართ და თუ ამ ბავშვურ გულწრფელობას, ასე ვთქვათ, როდესაც ვიზდებით, კარგავთ, მე ცოტათი რთულია ხოლმე ცხოვრება, ამიტომ ეს მზის ფესტივალი ყველასთვის. და ჩვენ დიდებსაც ვაპატიჟებით, მაგალითად ბოლო 2 წელი დავუმატეთ უფროსებისთვის გასართობი თამაშები, რომელშიც მშობლები ერთვებიან. მხოლოდ მშობლები, ბავშვებთან ერთად? ხო, გვაქვს პროგრამა, რომელიც ძირითადად ხო ბავშვებისთვის არის, მაგრამ გვაქვს რაღაც განკუთვნილი დრო, როდესაც მხოლოდ მშობლები იღებენ მონაწილეობას. ძიძებიც დაუშვათ თუ ვიღაცა ვერ მოდის. ამიტომ ეს არის ესეთი ერთი ფერადი დღე მზიურში. გვაქვს ინკლუზიური სპექტაკლი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სწორედ ამ დღეს ავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს და ყველანი ერთად ვხედავთ მზეს. ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის ღონისძიებები, მაგრამ ალბათ ისევე როგორც თქვენ ფესტივალში არის გათვალისწინებული, მნიშვნელოვანია ჩართულობა. რა თამაშები არის ხოლმე ბავშვებისთვის და ვინი ფიქრებს ზოგადად როგორ უნდა ვინი გონებს, როგორ უნდა იყვნენ ჩართულები ბავშვები აი ამ დღესასწაულში? ანუ გარკვეული მეთოდოლოგია გააქვთ, რაღაცა ნოუ-ჰაუ გააქვთ თქვენი თუ ისე ფესტივალი 12-დან იხსნება საღამოს 6 საათამდე. ლოკაციები გვაქვს აღებული, აქ არის ფერადი ცარცებით ხატვა, ყველა ზღაპრის გმირი ის ამ დღეს მუზეუმში თავს და რაც თავარია ჩვენ წელს ახალი თოჯინამზე ყავს, რომელიც არის ამ ფესტივალის სიმბოლო. საათების მიხედვით გვაქვს ასე ვთქვათ გაწერილი პროგრამა, გვაქვს სპექტაკლი, კონცერტი და ეს ყველაფერი ვთქვათ უკვე ადამიანს აქვს საშუალება, რომ თუ დავშე დილიდან ვერ გვერდდება, შუადღიდან შეუძლია მოვიდეთ. რომელი საათიდან იწყება? 12-დან 6 საათამდე ფესტივალი არის. ანა, მაინც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ მე ძალიან ფაქტიურად ამ პარკში გავიზარდე მე და ძალიან მაწუხებს მისი დღევანდელი მდგომარეობა. თქვენ როგორ ფიქრობთ დღეს რა მდგომარეობაშია საერთოდ თვითონ პარკი და რამდენად პერსპექტივა აქვს განვითარების, თქვათ, როგორც მახსოვს, ეს იყო რაღაცა გრანდიოზული პროექტი, რომელიც თუ არ მეშლება ბეთანიამდე უნდა ასულიყო პარკი, მაგრამ ეს ალბათ უკვე შეუძლებელი იქნება, რამდენადაც ხვდებით. თვითონ როგორ მდგომარეობაში მზად არის ესეთ ფესტივალებისთვის პარკი? იც არის, მე ყოველთვის ვამბობ, რომ თვითონ პარკის ტერიტორია მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა და სულ აღარ არის უკვე ის იდეა არ ხორციელდება ბატონოდებს ჰქონდა ამ პარკთან მიმართებაში. და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ერთი ფესტივალი და ორი ამას ვთქვათ არ ეყოფა. და თვითონ მდგომარეობა პარკში როგორც ასეთი არის გაცილებით უკეთესი ვიდრე 10 წლის წინ. ყველანაირ სტუდიებია, მაგრამ პარკი არის გაჩერებული, ასე ვთქვათ, არ აქვს პროგრამა და ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ამის პოტენციალი მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ტერიტორიები აღარ არის უკვე ისეთი შემცირებული. შესაძლებელია აბსოლუტურად, რომ პარკმა მზიურმა მიუხედავად განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასეთი იდეა იყო და ნოდარს ეკუთვნოდა და რაღაცად გავაგრძელოთ და მე ძალიან გული მწყდება, რომ ჩვენ აი ამ ყველაფერს არ ვფრთხილდებით და მზიური დღეს როგორც ჩვეულებრივი პარკი, ასე ვთქვათ, ისეთია, თუმცა ამის პოტენციალი ნამდვილად გაცილებით უფრო მეტი აქვს. აი ეს კომერციული შემოჭრები არ მოხდა იმდენი არა, მან ეს რაღაცა დამატებითი კაფეები ან უაზრო დანიშნულების რაღაც ობიექტები არ დაიხსნა, ესე რამდენადაც. არა და პირიქით მე იმასაც ვიტყვი, ჩვენ ხარ რომ ვაკეთებ ფესტივალს ელემენტარულად წყალიც კი არ იყიდება ტერიტორიას და ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი მოვაყენოთ. ანუ ის კარსონის კაფეც არ მუშაობს მე მგონი ზე. არა, აბსოლუტურად ყველაფერი კარსონის გაქრა თვითონ. და მე გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენ ეს პარკი არ უნდა გვახსენდებოდეს, როცა არჩევნები ახლოვდება და ის ტერიტორია გვინდა რომ რაღაცაც მარტო ამისთვის გამოვაკეთო, ამომრჩევლი მივიტანოთ ჩვენი მესიჯები და იმედი მაქვს ამ ყველაფერს ეთილი, მაინც წარმატებებს გისურვებ ყველა შემთხვევაში, გამოვაცოცხლოთ ეს პარკი აუცილებლად და ფოტოგრაფია ანა გოგუაძე იყო ჩვენი სტუმარი, თქვენ კი წაიყვანეთ თქვენი შვილები 1 ივნისს და ეს პრინციპი შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი არა და ერთ-ერთი დღეა იმისათვის, რომ თქვენ შვილებთან გაატაროთ დრო საკმაოდ სასიამოვნო ინტერაქციაში.